ეხლა რა წერილი იყო, რომელშიც აი თავიდან, აი თავისი წერილის საწყის წინადადებაში, რომელსაც ახსენებს ღარიბაშვილი, აი ეს წერილიც შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ, აგერ ვაჩვენოთ ეკრანზე. ეს არის რაღაცა ფოტო, სურათი, სკრინი წერილის, რომელშიც წერია დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი. ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ, მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს როგორც კომპრომისული გამოსავალი. ვაღიაროთ, ჩვენ თავზე ავიღოთ ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით. ანუ როგორც მიხსნიან სასჯელები ერთმანეთს თანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსავლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ გადაგდებას გადაწყვეტ კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები ექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო. აი ეს რაღაცა წერილია, რომელიც როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მას გაუგზავნეს ივანიშვილის დავალებით და როგორც ჩანს, აქ ისე ჩანს, რომ თითქოს აი ეს წერილი მას მიუტანა ვიღაც ადვოკატმა, ახლობელმა, რომელიც აი რაღაცა ჩვენობით ფორმაში ელაპარაკება, მას აი საერთო საქმის განმოსახედიდან ელაპარაკება, რომ აი ირმა ინაშვილის და ჩუბინიძის კამპანიებმა, რომელიც ინტერნეტში იწარმოებოდა შენს დასაცავად დაგვაზიანაო და დაგვაზიანა იგულისხმება ოცნების მართველების თვალში და ჩათვალეს რომ შე რაღაც საორგანიზებდი ამ კამპანიებს, ამიტომ რაღაც როგორც ჩანს გაბრაზებულები არიან ამ წელიწადში ეგეთი შინაარსი იკითხება და ამიტომ აპირებენ ახლა აღძრან სხვა საქმეებიც და ამ სხვა საქმეების საფუძველი შედეგი იქნება კორუფციის ბრალდებები, დაგედება. ორი ვარიანტია, ან უნდა აღიარო და ვადას არ დაგიმატებთ, ისე 5 წელში დაგტოვებთ, რაზეც შეთანხმებულები ვართ, ოღონდ ეს იქნებაო გარანტია, რომ შენ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდები. და შემდეგ წერილებში ღარიბაშვილმა ასევე გახსენა, რომ ჩემზე შემოტევის ზეწოლის მთავარი საფუძველი იყო ის, რომ მე პოლიტიკაში ვერ დაბრუნებულიყავი. ახლა მოდი გავარჩიოთ, რამდენად ეს რეალური, ლოგიკური შინაარსია. ფაქტი არის ერთი. ახლა ღარიბაშვილზე რაღაცა შეტევა აშკარად რაღაცა მიმართულებით მასთან დაპირისპირება, რაღაცა მიმართულებით მისი შევიწროება ხდება აშკარად, იმიტომ სხვანაირად ახლა მშვიდად ზის ციხეში არავინ არაფერს არ აწვება, არავინ არაფერს არ თხოვს და ასე უბრალოდ ღარიბაშვილი, რომელიცთვისაც გასაგებია, რომ რაც არ უნდა ახლა იხმაუროს და იღრიალოს და იტრიალოს იქ არ ვიცი, რაც არ უნდა ილაპარაკოს. ეს გამოშვებამდე 5 წლიან ვადის შემცირებამდე ნაკლებად შეიძლება მივიდეს. სხვა ლოგიკა რომ ეს ახლა ასე ახმაურებულიყო, სხვა ლოგიკა ნაკლებად ჩანს, რომ რაღაცა მართლა რაღაცაზე ზეწოლა ხდება. მართლა როგორც ჩანს, მის წინააღმდეგ შეიძლება იგეგმოს სხვა საქმეები თუ სხვა სახის ზეწოლა და მათ შორის ეს აცხადებს, რომ ფიზიკური საფრთხეც მემუქრება, ხო? უბრალოდ თვითონ ლოგიკა იმისა, რომ ღარიბაშვილს ემუქრებიან იქიდან გამომდინარე, რომ აი ვაიმე ეს არ დაბრუნდეს 5 წლის თავზე, როცა ციხიდან გამოვა თან კორუფციაში ეხლა ბრალდებული და ეხლაც და ამ რეპუტაციის აღიარებით საკუთარ თავზე გაფორმების შემდეგ ეს ვაიმე ხა პოლიტიკაში არ დაბრუნდეს, ეგ იმდენად უსუსური და არალოგიკური სცენარია, რომ არ ვიცი, ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ მართლა ეხა ივანიშვილს და ოცნების სხვა მის დაქვემდებარებაში მყოფ ლიდერებს იმდენად მნიშვნელოვან საფრთხედ მიაჩნდათ 5 წლის თავზე, როცა კაცმა არ იცის საერთოდ რა პოლიტიკური რეალობა იქნება. ქვეყანაში კი არა, საერთოდ ჩვენს რეგიონში რა იქნება. ეგ არავინ არ იცის და დიდია შანსი, რომ ოცნება საერთოდ მაგ დროს აღარც იყოს ხელისუფლებაში. ვაიმე გაკოტრებული ღარიბაშვილი, რომელიც ოცნების გარეშე ისედაც არ წარმოადგენდა არაფერს, პოლიტიკურად გაკოტრებული, მორალურად გაკოტრებული, ეს არ დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეგ ახლა ხო ყველა ხდება, რომ აბსურდია. არანაირი პოლიტიკური რეპუტაციული რესურსი მას არ გააჩნია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს და ეს იყოს საფრთხე.
ცნებისთვის. ამიტომ მაშ რაშია ლოგიკა, რატო წეს ამას, ხო? პრობლემა იმაშია, რომ აი მაგალითად ახლა ზეწოლა ხდება ღარიბაშვილზე დაუშვათ, ხო? რაღაცა მოტივებით ხდება ზეწოლა. რო წარმოვიდგინოთ დავის სხვა საფუძვლები, ხო? სხვა რამდენი საფუძველი გვაგონდება ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ ზეწოლის და დაპირისპირების, რომლის გაჟღერებაც სირცხვილი და რეპუტაციული დარტყმა არ იქნება. ანუ რომლის გაჟღერებაც უკვე არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვი ისეთი, რის იქითაც კი შეიძლება მოწინააღმდეგეს დააზიანე, მაგრამ შენს დაზიანდი და ნუ გაფორმდა ყველაფერი ძალიან ნეგატიურად. აი რა გვახსენდება, რა შეიძლება ედავებოდნენ. დაუშვათ ღარიბაშვილს ედავებიან ფულს. აი ფული მოიტანე. მაგალითად. ხო, ღარიბაშვილმა რო თქვას, რომ ფულს მედავებიან ხალხო და ამიტომ მიგზავნიან რაღაც წერილებს, რაღაც ზეწოლის მოთხოვნებს, ხო? საიდან ეგ ფული ხო და გაჩნდება, კიდე რა ფულს გედავებიან? ხელფასი ქონდა რაღაც პრემიერის და მაგას გედავებიან? ან რა არის თანხა, შეიძლება კარგი, ღარიბაშვილს აღიარებული აქვს კორუფციაში მონაწილეობა და გასაგებია იქ რამდენიმე მილიონი უპოვეს. 7 თუ 5, ხო? ეს ხო გვესმის, რომ ეს არ არის ის თანხა, რომელზეც ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ამდენად ასეთ სკანდალზე გარისკავდა. გაჩნდება კითხვა ხა ესე იგი თანხას თუ გედავებიან, მაშინ ვიპარავდი. ხო? ამიტომ ღარიბაშვილმა ცხადია ეს შეფუთა ყველაზე ისეთი ფორმით, სადაც რომელიც ჯერჯერობით ოცნებისთვის კომფორტულია, კომფორტული არ არის, მაგრამ ყველაზე უმტკივნეულო და ყველაზე უმტკივნეულო მისთვის. აი რაღაც პოლიტიკაში არ დაბრუნდე, პატიოსანი კაცი ხარ და პოლიტიკაში არ დაბრუნდე. რაღაც ესეთი ვერსიაა ჩამოყალიბებული. ეხლა ამიტომ ეგ არადამაჯერებელი ვერსია სისულელეა, რაღაც პოლიტიკაში არ მოbrunდე მაგაზე უძაბავენ ღარიბაშვილ 5 წლის თავზე და მას რაზეა დაძაბულობის საფუძველი. რა არის დაძაბულობის საფუძველი? ღარიბაშვილმა ამ წერილის გამოქვეყნებასთან ერთად, მანდ თქვა, რომ მეორე წერილს ის გამოაქვეყნებს მეორე დღეს. და მეორე დღეს, ამ პროცესს ოცნებისგან მოყვა ძალიან ესეთი დაბნეული, თავშეკავებული დაბნეული რეაქცია. აი კობახიძის განცხადება იყო მაგალითად ამაზე და სხვების განცხადებებიც იყო მსგავსი. აი ესეთი განცხადება იყო კობახიძის მეორე დღეს. ახლა ეს განცხადება არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის თლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ეს წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა, განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია. ეს არის ზოგადად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ყოველ ჯერზე ასე ხდება ხოლმე, არიან ადამიანები, რომლებსაც აცხადებს ხოლმე ჩვენი ოპოზიცია თავისი ყველა განშტოებით, ყველა საწყარ ადამიანად და მე როდესაც უპირისპირდება ხოლმე ეს ადამიანი საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტიკატიმრად და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის ეს სქემა რა თქმა უნდა საინტერესო არ არის. ძალიან ესე თავშეკავებულად და დაბნეულად კობახიძე პასუხობს თავის არიდების ფორმით და მანამდე აი მაგალითად თელი როგორც წესი ოცნებაზე როცა ხდება ხოლმე რაღაც დარტყმები ესეთი ინტენსიური პასუხებია ხოლმე ოცნების აქტივისტებისგან სხვა ცნობადი ან ნაკლებ ცნობადი სახეებისგან განსაკუთრებით როცა ივანიშვილს ვინმე პრეტენზიით შეეხება ხოლმე იქ რაღაცა უზარმაზარის რაღაცა თავდაცვითი რაღაცა ივანიშვილზე გადაფარებას მოწადინებული რაღაცა გზნება იფეთქებს ხოლმე
მთელი ეს ტალღა, რომელიც ყველა ცდილობს ერთმანეთს დაასწროს და ერთმანეთს გაეჯიბროს მისი დაცვის სურვილში და მოწინააღმდეგეზე შეტევის სურვილში, რომ აი როგორ გაბედე და ივანიშვილი ახსენე. ოღონდ მთელი საღამო იყო რაღაცა სრული სიჩუმე. აქა-იქ გაურკვეველი განცხადებები კეთდებოდა ხოლმე და ეგეთი დაბნეული სიჩუმე ღარიბაშვილის მეორე განცხადებიდან გამოიკვეთა რითი იყო გამოწვეული. მოდი აი ღარიბაშვილის მეორე დღეს ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული ვრცელი წერილი, სადაც ყველაფერს ახსნიდა. ყველაფერი უნდა გარკვეულიყო მეორე დღის ვრცელ წერილში. ოღონდ მთელი დღის განმავლობაში მისი ადვოკატები აკეთებდნენ რაღაც გაურკვეველ ანონსებს, რომ აი წერილი სად ითქვა, არაკაც უბრალოდ განცხადება გაკეთება, არაფერი წერილი, რაღაც უკვე შერბილდა ამათი ადვოკატების ტექსტებით ჩანდა, რომ რაღაცა მთლად ისე არ იგეგმებოდა, როგორც წინა დღეს ითქვა და მე გამოქვეყნდა ასეთი მცირე მოკლე განცხადება ღარიბაშვილისგან მეორე დღის. საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ მზივარ ციხეში. შარშან დაწყებული, ეგრეთ წოდებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები. სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არც ერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკამ დინარაძემ. იმავე დღეს მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული რისკის გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა, მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება. ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან დავიწყო ბრძოლა. იყო ბევრად შერბილება პირველი დღის წერილის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ერთი რომ ივანიშვილი აღარ ახსენა და მეორე არც ფიზიკური განადგურების საფრთხეები ახსენა რა და მასზე ზეწოლის საფრთხეების ხარისხიც უფრო შერბილებულ ფორმატში თქვა და ივანიშვილის მაგივრად ახსენა დინარაძე. რაღაცნაირად გადაიტანა ფოკუსი ისე, რომ აი თითქოს დინარაძე შეიძლება იყოს თავარი შეტევის რაღაცა ორგანიზატორი მისი მიმართ, აი ესეთი ვერსიაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ გარჩევის პროცესში. რაც ნიშნავს შემდეგს, აი ეს დაბნეული სიჩუმე ოცნების წარმომადგენლების და მეორე დღეს შერბილებული ფორმა ღარიბაშვილის წერილის, სადაც კი ამბობს ის, რომ მე ჩამსვეს უსამართლოდ რაღაცები ავიღე ჩემ თავზე, რატო აიღე? რაღაცები ავიღე, რათა და შევთანხმდი, რომ ციხეში უნდა წავსულიყავი. და თუ არაფერი არ ჩაგიდენია, რატო აიღე? და ხმა არ მომიღია, სანამ მეორე ზეწოლის ტალღა არ წამოვიდა, ივლისში წერილი არ შემომიტანეს რაღაცა ახალი მოთხოვნების. და მანამდე თუ არაფერი არ ჩაგიდენია, რატო გიჭერდნენ საერთოდ? ანუ რატო იჭერდნენ საერთოდ, თუ არაფერი არ ჩაუდენია? რატო შეთანხმდი? ეგ კითხვა ხო ჩდება? მაგრამ ამ წერილის თვითონ შერბილებული ფორმის შინაარსი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ რაღაცაზე მიდის ვაჭრობა. დაანონსა, რომ ხვალ რაღაცა მიწა გასკდება, ისეთ რაღაცას გამოაქვეყნებ, ყველაფერს ვიტყვი, რაღაც დაბნეული სიჩუმე ოცნების შემადგენლობაში, უფრო შერბილებული წერილი ღარიბაშვილისგან. რაღაცაზე ესენი საუბრობენ. რაღაცაზე დალაგება არ დალაგების მსჯელობა მიდის. და გუშინ გამოქვეყნა ამასთან ერთად კიდე მესამე წერილი, სადაც ისევ აგერ შეგვიძლია ამის გახმოვანებული ვერსია არ მაქვს, მაგრამ სრულ წერილი ცოტა გრძელი, შედარებით გრძელი წერილია, სრულს არ წავიკითხავ, მაგრამ აქაც შინაარს დაახლოებით არის ისეთი, რომელიც ტოვებს, აი მოდი ნაწილს წავიკითხავ, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისწამებული განცხადებები, უყურებ აღვირახდნენ პროპაგანდა სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ ეს წერილი დინარაძემ თავის ახლო მეგობრის
ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს, ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს, რაც შეეხება მდინარეძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვა სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე 8 თვეა მდუმარე ვზივარ ციხეში. არავის ერთი სიტყვა არც მენია საჯაროდ, ჩემი არც ერთი სიტყვა არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მიმართავ ხელისუფლებას, თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია. არაკაცური მახე, დამიგეთ სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმანდობით გამოყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახში შემომივარდით, როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმართლესა და სიდეთს. ამაზე კითხვა არ ჩდება, თუ უდანაშაულო იყო რატო? აი ღარიბაშვილს თუ საერთოდ არაფერი არ დაუშავებია, არაფერი არც მარჯვნივ არ გადაუდგამს ნაბიჯი, არც მარცხნივ. ოცნების ლიდერშიპი გაგიჟდა და რაღაცა სტეპს მოდი ეს დავიჭიროთ, ანუ რატო? ისეთი საფრთხე იყო პოლიტიკური ისე იყო დაპირისპირებული რა ხდებოდა მაგ კუთხით? დაპირისპირებაზე მიდიოდა და გააჩერეს. თუ რა საფუძველი არსებობდა იმის, რომ ღარიბაშვილს უვარდებიან და ატერორებდნენ. მოდი გავაგრძელოთ, მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია ყველაფერი მოთმინები და მდუმარები ჩემს გულში დავიტიე. ბიძინა ივანიშვილთან ჩემი 20 წლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერების და აბსოლუტური ერთგულების ძალით, აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოდ. რატო წახვედით? რატო? ანუ თუ ტყუილად გიწყობენ, გიჟები ყოფილან ისინი, მაშინ ავადმყოფები ყოფილან და სად მიდიხარ? გიჟი ხო არა ხარ? აი ტყუილად თუ გიწყობენ და თუ მიდიხარ, რატო გიწყობენ? მაშინ კითხვა ხო ჩდება? აი რა არის მათი мотиваცია? შედეგად 5 წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილ სრულ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშების და ეჭვების გამო, ანუ რაღაცა აღქმები, რომელსაც არიბაშვილი ძახის სრულ აღქმები იყო, შიშები, ეჭვები და რაღაცა წარმოსახვითი საფრთხეები არსებობდა. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ გამწირეთ ციხისთვის და ასე გრძელდება ამ ტონალობაში, უბრალოდ ივანიშვილს დადებითის გარდა სხვა კონტექსტში აღარ ახსენებს, ხო? მოდი და ეს მეორე წერილიც არის რაღაცნაირად იმ შინაარსის, რომ აი მე თავს დავიცავ, მაგის რაღაცა მუქარას შეიცავს, უბრალოდ ეხლა ივანიშვილიდან გადატანილია ძირითადად დინარაძეზე და მცდელობაა, რომ ის საშუალება დარჩეს, რომ აი თუ რაღაცაზე შევთანხმდით, მაშინ მე ისე გავაფორმებ ამ ყველაფერს და ისე რაღაცა, ისე დასკვანს დავდებ, რომ რაღაცა ივანიშვილზე არ გაფორმდეს თავარი რისხვა. მაქსიმალურად შევაბილებ ამას.